ეს არ არის უბრალოდ სპორტი, ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან, სტერეოტიპებთან და სიჩუმესთან. ძიმერ რკინის ხმას შორის დგას 4 გოგო. ისინი არ ითხოვენ ყურადღებას. ისინი ამტკიცებენ, რომ აქ ყოფნა ეკუთვნით. ეს საქართველოს ნაკრებია. გოგონები, რომლებიც ყოველ აწევაზე საკუთარ საზღვრებს ცდებიან. და ეს არის მათი გზა, ძალა, შრომა და არჩევანი, რომ არ გაჩერდნენ. ეს მე ვარ ლილუ და გადავწყვიტე ჩვენი ძალოსანი გოგონები გაგაცნო. ამ გზაზე კი ჩემთან ერთად დგას ჩემი ყველაზე ტკბილი მეგობარი სანდომი, რომლის მხარდაჭერაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ნამდვილი სპორტსმენი ქალები ვითი იკვებებიან. ჯანმრთელობისთვის სწორი კვება აუცილებელია. ამიტომ ერთ დღეს ჩვენც ვცადეთ, ისე ვიკვებოთ როგორც პროფესიონალი სპორტსმენები. შემდეგ კი დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, გოგონებთან შეხვედრის დრო. და რა თქმა უნდა, პირველი კითხვა იყო, რაც ალბათ თქვენს გაინტერესებთ. როგორ მოხვდნენ ისინი ამ სპორტში? ჩემ ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა მოტყუებით მიმიყვანა ძალოსნობის დარბაზში, სადაც აი მოდი ეს ვცადოთ, მოდი ნახოთ ბიჭებს თუ მოვუგეთ და ეს ბიჭებს თუ მოვუგეთ, ძალიან მომეწონა. პაპა იყო ჩემ სასახლეში ძალოსანი და მას მოსწონდა ეს სპორტი ძალიან. ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში ცხოვრობთ. ჩემი კლასელები იყვნენ ყველანი ძალოსნები თითქმის 10 ბიჭი, 10-ვე ძალოსანი იყო და მეც დავინტერესდი. ძალიან პატარა საკიდან მოვხდი ძალოსნობაზე. ისე რომ არც იცოდი რა სპორტში შევიდივარ. ჩემი წვრილი შვილი იყო და მან რო გამაკეთებია ჯიმანია გააკეთა, ძალიან მაგრად გავაკეთე ყველაფერი და თავის მამას ეუბნება რომ ესენი ყველა გაყარა ეს დაიტოვებდა. პირველად რომ მოვუგებ ვიღაცას, აი მან ხვდები გემოს გამარჯვების და ძალიან მომეწონა სხვების გაბრაზებული სახეები, მithmet ეს ბიჭების. ძალიან მომეწონა პირველი ადგიდან. ხან ესე მივოდექით ბიჭებს. რა რეაქცია აქვთ? ანუ რო დატოვონ დარბაზი და ისე ვიტყვით. ვის დავატოვებინოთ დარბაზს? აი ერთ-ერთი მამრი, ვინც არის მან დატოვა. ერთ-ერთი მამრი, როგორც გოგონები იუმორით მოიხსენიებენ, მათი მწვრთნელი ბატონი თემოა. ჩვენ მოვდივართ 2019-დან, ხო? 19. თუმცა მანამდეც უკვე შეხების წერტილები ჰქონდა. აქტიურად ერთად გავიზარდეთ, ასე ვთქვათ. ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდ დროს ამ საოცარ გოგონებთან ატარებს და ისინი ერთად იგებენ ევროპასა და მსოფლიოს. ერთად ხდებიან ჩემპიონები. ზოგჯერ აგებენ, ზოგჯერ რთულ სიტუაციაში ვარდებიან, მაგრამ თავარი ხომ ის არის არ დანებდე, არ დაუთმე შენი ოცნება სხვას. როგორია იყო ხალი და იყო ამ სპორტში? უნდა დაივიწყო ხალი ხარ. უნდა დაივიწყო იმ მომენტში, ვერავინ უნდა შეგატყოს, რომ რაღაცას ნერვიულობა, რაღაც განცდა გაქვს. ნიშნავს, რომ გაუძლო ბევრ წინააღმდეგობას. მაინც პირველ რიგში გულისხმობ ხალხის აზრს, რა თქმა უნდა. როგორია ხალხის აზრი? თქვენზე. ახლა უკვე ნაკლებად ნეგატიური. მანამდე ცოტა ნეგატიური და ეტყობოდათ, რომ აშკარად არ იყვნენ გარკვეულები ზოგადად სპორტში და კონკრეტულად ძალოსნობაში. ამიტომ დავბრუნდეთ იმ წლებში, როდესაც მე მაგალითად დავიწყე ვარჯიში, მაშინ პირველი გოგო ვიყავი, ვინც დაიწყო საერთოდ სამგეულზე მოსანიჭი ესეთ ძიმე სპორტში, პირველად შედგა დარბაზში ფეხი, ეს ვიყავი მე. დარბაზში რო შევდიოდი და ქუჩაში ერთმა მომაძახა, რომ ქალს ქალისტანი უნდა ჰქონდეს. სხვის აზრს ყურადღებას არასდროს არ ვაქცევდი. ხომ რაღაც მაინც გეკნებოდა. მაგრამ კი გულში ჩამჩა და ძალიან მეწყინა იმ მომენტში, მაგრამ გადავუახე და დღეს აქ ვარ. მაინც მადლობა რა ის სიტყვები მითხრა. სულ მესმოდა ხოლმე ჩადახილები ყურში, რომ აი ამან რა უნდა მიაღწიოს, დამახინჯდება, შვილი არ ეყოლება და ძალიან კაცივით იქნება და ზოგადად ეს სიტყვები მაშინ ალბათ იმდენად არ მხდებოდა გულზე, იმიტომ რომ ბავშვი ვიყავი და არ მესმოდა, მაგრამ აი როდესაც ევროპა მოვიგე და ჩამოვედი სახლში, მაინც გაგზელდა ეგ ლაპარაკი, რომ რა უნდა მიაღწიოს და ჩემს გულში ის იყო, რომ აი მე თქვენ განახებთ და ჩემგან მოკითხვა, აქედან მე აქ ავარ და ჯერ ახლა ვიწყებ კიდე ჩემს მომავლის აშენებას. სპორტი ცვლის ფორმებს, იმიტომ რომ კუნთი იზრდება, მაგრამ ჩემი აზრით პირისით უფრო ალამაზებს და მე მგონი ცოცხალი დასტურიც ვარ. მოკლედ უსადკენი არის ის, რომ შესაძ ქალზე მიდგება საქმე, აუცილებლად მის გარეგნობას განიხილავენ პირველი. მაგაზე წინ ძალიან ბევრი რაღაცა. ესე არ ჩამომართვათ მიგაძვევებაში, მაგრამ გოგონები უფრო ლამაზად წერენ.
სხვანაირად შრომობენ ჩემი გადასახედიდან ასე ჩანს. უფრო მეტ შრომას დებენ? იგივე შრომას დებენ, ბიჭები აკეთებენ ჩვენთან დიდ ნაკრებში. იგივეს გადიან ესენიც. ოჯახში როგორ მიიღეს? რა თქმა უნდა ეშინოდათ, მაგრამ ახლა უკვე ყველა შეგუებულია, ყველა ძალიან უხარია ჩემი მედლები და წარმატება და უკვე იცი ამაზე აღარ აქვს. ჩემს დასთან მქონდა ძალიან დიდი კონფლიქტი. ასე მეუბნებოდა რა მე სხვა სპორტი აერჩი, რა გინდა ამ სპორტში, სიმძიმე, შტანგა. წინააღმდეგი იყო დედა ჩემი და ბებია ჩემი. ნუ ბებია ჩემის გაზრდილი ვარ, იმიტომ რომ დედა ემიგრანტი მყავს დღემდე. მაგრამ ჩამოდისვალი. აი დედა ჩემს ისე მოხდა ეს ყველაფერი, რომ 3 თვე ისე დავდიოდი დარბაზში, რომ არც ბებია ჩემი აიცოდა და არც დედა ჩემი. როდესაც უკვე მიდგა საქმეზე, რომ 3-4-ზე სურათები რაღაც საბუთები დამჭირა, რომ შეჯიბრზე გავაყენე. ვეუბნები სახში და ესეც რეაქცია ჰქონდა და აი რა უთხარი, გეხვეწები, რა უთხარი, აი. პატარა ბავშვი 10 წლის და მე ესეთ რაღაცებს ანუ არც ვიცი რას ვაკეთებ. ამის წასვლის წესი მითხარი. ამის წასვლის წესი არის ასეთი. ცოტა წესების გარკვევასაც ვეცადე, მაგრამ მე ნუ მომბაძავ. მაგრა წავშიფეს და ღერძი უნდა მოკიდო. აკეთებს, მოდი მომეხმარი. ყველგან ვაფშე? ეხლა თუ წაგართვით რეკორდები. ძალიან კაი. ვაუ, კაი, გასწრა მაგრამ. ჩვენ კი გაგვიმართლა და საქართველოს ჩემპიონატზე მოვხდით. საოცარი იყო ამ გულწრფელი ემოციის ნახვა, როცა ხედავ როგორ ამაყობენ მშობლები შვილებით. ეს უდიდესი ბედნიერება. გიოცავ. აბა როგორია ჩემპიონობა? ძალიან რთული იყო მართლა. ძალიან. და მიხარია რომ ეს შრომა დავუწყე. გილოცავ. ბევრი წარმატება. ჩემს გულშემატკივრებს ეძღვნება და ასე მთლიან საქართველოს. დედა. კაი რა. ჩემი შვილი არის და საგნახდი. ძალიან დიდი ემოციები მაქვს. ვამაყობ ჩემი შვილის და ვამაყობ თითოეული ამ ადამიანებით ვინც არიან აქ. ჩხილები მოჩვენ გითხო, ნახე გოგოშკობებს რო არ კარგავს. შეხედე რა მაგარია. მოკლედ ესეთი ამბავი მოხდა დამთავრდა ჩემპიონატი მარიამი გახდა საქართველოს ჩემპიონი. ასევე არის მსოფლიო ჩემპიონი და რა ყველაფრის ჩემპიონია, ცხოვრების ჩემპიონია მარიამი. მერე რა რომ ძალისხმიერი სპორტია. აქ ხომ თქვენს შვილს გვერდში უდგახართ იმ საქმეში, რაც მათ აბედნიერებთ. ხო და ამაზე მაგარი არაფერია. მათი მიღწევები დღეს ასე გამოიყურება, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. 7 წლამდე ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი, 20 წლამდე ევროპის ჩემპიონი, 23 წლამდე ევროპის ჩემპიონი, ანუ 20 წლამდე ორგზის ვიცე-ჩემპიონი. ჯამშوار 4-ჯერ ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ერთხელ, 2-ჯერ ვარ პრიზიორი მსოფლიოს, ვერცხლი და მესამე და ევროპაზეც 2-ჯერ ვარ პრიზიორი. და ჯამში სულ 28 მედალი მაქვს საერთაშორისო, რაც გუშინ დავთვალეთ, სწორად დავთვალე. საერთაშორისო არ მაქვს მედლები, მაგრამ საქართველოსზე 17 წლამდე მაქვს ტიტული არ ვიცი, მაგრამ მოგებული მაქვს 17 წლამდე და ბოლოს 20 წლამდე საქართველოს ჩემპიონატში ჩავარდა მესამე ადგილი, რაც ყველაზე მეტია. მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი, წელს გავხდი ევროპის ვიცე-ჩემპიონი, წინა წლებში მაქვს ბრინჯაოების, ვერცხლების, წელს კიდე გავხდი 20 წლამდელების საქართველოს ჩემპიონატი, მაგრამ ჩვენ მარტო საერთაშორისოებს ვთქვით ახლა. ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო მეტი იმედი მაქვს ვიდრე საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს ამათ ვეჯიბრებთ. საქართველოს ჩემპიონატზე გოგონებს ერთმანეთში უწევთ შეჯიბრი, რადგან ამ სპორტში მათი რაოდენობა ჯერ კიდევ ცოტაა. ამ გუნდის ჩამოყალიბების მთავარი ინიციატორი გახლავთ კახი კახიაშვილი. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა კახის მაგისტრის. აშას დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ გვერდში დაგვიყენა. ყველანაირი ხელშეწყობა მქონდა თავის თავად, როგორც ფედერაციიდან, ასევე საწვრთნელ მოედანზე. ჩვენ უკვე 4-5 წელია ასე ზედიზედ
შეუწყვეტლივი ვართ შეკრებებზე, ეს საკმაოდ სტრესულია. დედაჩემს უჭირს ძალიან ალბათ თუმეუბნები რომ რაღაც რიცხვში მეწყება შეკრება საერთოდ ტირის ხოლმე რო წამოვართ ახლა ყველაზე მეტად რა მოგენატრა სახლიდან რო წამოხვედი? აი რა პირველად რა მიხდი? რა მომენატრა და დედაჩემის გაკეთებული საჭმელები მე ძალიან მომენატრა პირადად მეც იგივეს თქვა მინდა რაც მირანდამ თქვა. ჩვენი კუჭი როგორც ხედავს გადიშავს. როცა ვხედავთ ხოლმე ყველა ერთ ოთახში და ერთმანეთს ვხუმრობთ. წელს ალბათ გამში 2 თვეს არ ვქნებით სახში ნამყოფილ ეს 12 თვის დღეები რო შევკრიბოთ, მაგას გულისხმობ. ჩვენ ვიცით რა პასუხისგებლობაც გვაქვს ფედერაციის მიმართ, ჩვენი მწვრთნელების მიმართ, ექიმების მიმართ და ამ პასუხისგებლობას არ ვღალატობთ. რა თქმა უნდა, როგორ მოვისვენებდი გოგონების ძალა საკუთარ თავთან ომარ გამომეცადა. არც მე მინდოდა ჩამორჩენა. ვიფიქრე თუ მათ გამოსდით, რატომ არ უნდა გამომივიდეს მეთქი. ცოტა ვიმეტ იჭრე. გამომივიდა. ფიქრობ, რაც გულით გინდა ის გამოგივა. მართალია ისე ვერ ვაფრიალე, როგორც მათ, მაგრამ ხომ გამომივიდა, ხომ გავახარე ჩემი ჭია. ხო და არასოდეს არ უნდა გაჩერდეთ. რა გასწავლათ ქალებმა სპორტში? ყველაფერი ვისწავლე, ასე რომ ვთქვათ, ამათთან მიმართებაში თუ როგორ უნდა მივუდგე, როგორ უნდა მოეპრო. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, აი გეტყვით სიმართლეს. მადლობა რომ მოხვედით. დაინტერესდით ჩვენით. გეხვეწები. მომიყევი ის. რა მოყვე. საგანი რომ არ უნდა შეგდენო. ეგ არ უნდა შემტენონ, მაგრამ გეტენება ხოლმე? ცოტა. ფიქრობ, ამ გოგონებს უნდა იცნობდეთ, უნდა გულშემატკივრობდეთ. ესენი ხო საზღვრებს მიღება, ჩვენს ჰიმნს აჟღერებენ და ჩვენს დროშას ყველაზე მაღლა აფრიალებენ. ამიტომ თხოვნაა გამოიწეროთ გვერდი, მომეხმაროთ ქართველი ქალი სპორტსმენების პოპულარიზაციაში. ჩვენ ამას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ გავერთიანდებით. მე კი აქ დაგემშვიდობებით და ჩემი შემდეგი გმირის, ან უფრო სწორად რომ ვთქვა, ჩვენი შემდეგი გმირის ან გმირების აღმოსაჩენად გავაგრძელებ გზას.